დღეს ჩვენ ძალიან ნიშანდობლივი მოვლენის მომსწრენი ვართ. კომპანია იფლიდ იღომის პროდუქცია უკვე მესამედ გადის ექსპორტზე ისრაელში. აღსანიშნავია ეს გარემოება, რომ ეს პური უნიკალური ტექნოლოგიით მზადდება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ ეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექსპორტი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი წარმატებისა, რომელიც როგორც კომპანიას, ასევე ჩვენ ქვეყანას მოუტანს ფართო აღიარებას, როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ. და ვიმედოვნებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობა პურის ექსპორტის მიმართულებითაც წარმატებით გაგრძელდება. ეს არის განსაკუთრებული და განსხვავებული სეგმენტი, ძირითადად არის გულსართიანი სახეობის პურები, მაღალი სეგმენტის, ასე ვთქვათ, პრემიუმ კლასი და ამასთან ერთად ასევე უკვე გეგმავთ, რომ კიდევ ერთი ქართული სუფთად ავთენტური ტრადიციული პურიც დავამატოთ ასორტიმენტშიც, რომელიც არის ერთ-ერთი ძველი ქართული ხორბლის ჯიშის მომთაგორას ხვილით დამზადებული, აბსოლუტურად სრულიად, ასე ვთქვათ, ქართული პროდუქტი და ამითიც გვინდა, რომ უკვე განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ მსოფლიო ბაზარზე.